მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია რომ ძალიან ბევრ ნაცნობ სახეებს ხედავ. ძალიან საინტერესოა თქვენთან შეხვედრა. მას ასე გაგაცნობ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ვებინარის მსვლელობის დროს. გამოვთოთ უნდა მიკროფონები, ეს თქვენაც ძალიან კარგად იცით. ჩატში კითხვების დასმის დროს მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი. სასურველია რომ ტრენინგის დროს არ გამოვთოთ კამერა, რათა ძალიან ბევრი ადამიანი დავინახოთ და სასიამოვნო იქნება თქვენ გამოცდილებასაც თუ გაგვიზიარებთ. იმიტომ რომ მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ არიან საქართველოში მასწავლებლები, რომლებიც ძალიან მაგარ საქმეებს აკეთებენ მრავალფეროვანი გარემოსთვის და მეტად საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარება. მანამდე მე მინდა გაგიზიაროთ ერთი საინტერესო აქტივობა, რომელიც უბრალოდ ენერგიის მომყვანია და რაღაც ქვეცნობიერის დაგვანახებს ჩვენ ქვეცნობიერს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ აი ასეთი ფურცელი უნდა დავიდოთ თავზე და საწერ-კალამი უნდა მოვიმარჯოთ. თუ თქვენ ეს გეზარებათ, არ არის არანაირი პრობლემა, უბრალოდ ჩემ მოსწავლეებს, როდესაც სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს, რომლებსაც მე არ ვიცნობ, მაგალითად ბარსელონას სკოლაში, საკვირაო სკოლაში ჩავატარებთ გაკვეთილები და კარგია გასაცნობად ონლაინ სივრცეში. მას ასე ფურცელს ვიდებთ თავზე და საწერ-კალამით უნდა დახატოთ ის, რასაც მე გიკარნახებთ. მოდი არ მოგერიდოთ, იმიტომ რომ როდესაც ამ ყველაფერს თქვენ მოსწავლესთან, აი თაბახის ფურცელი გაკეთეთ შვაზე და დაიდევით თავზე ფურცელი. მაშინ ასე მე დავიწყებ, მე გიკარნახებთ თავზე დადებულ ფურცელს, როგორ რა დავხატოთ. მაშინ ასე დავხატოთ თავი ჩვენი, გვალი წრე. აი ნახეთ როგორი საინტერესო რაღაც ეთდება, გვალი წრე. დავხატოთ ამ წრეში თვალები, ჩვენი თვალები დავხატოთ. ეხლა დავხატოთ ამ თავს ყურები. ეხლა დავხატოთ პირი. ეხლა დავხატოთ ცხვირი და ეხლა ცოტა თმები გავუკეთოთ. თმები გავაკეთოთ. ეხლა შეგიძლიათ კამერასთან მოიტანოთ ეს ყველაფერი და დაგვანახოთ თუ როგორ დავხატეთ. მოკლედ, ჩემი ნახატი არის შემდეგნაირი, ძალიან უშნო სმაილიკი გამოვიდა, მაგრამ ამ ნახატს მინდა თქვენ თვითონ დაუკვირდეთ და მინდა გითხრათ, რომ თუ წრის თავში წრეში ერთი თვალი ან გარეთ არის ამ წრის გარეთ და ყური თავის ადგილას არ არის და წრიდან ძალიან შორს არის მოშორებულია, ეს რაღაცნაირად ქვეცნობიერად იმას მიგვანიშნებს, რომ მარტო თქვენ საკუთარ თავზე კი არა, არამედ ფიქრობთ ძალიან ბევრ ადამიანებზე და მზრუნველი ადამიანები ხართ. ამ ყველაფერს ჩემ მოსწავლეებს იმიტომაც ვეუბნები, რომ ხშირად გავაგონო ის სიტყვები, რომ იზრუნონ სხვებისთვის და არსებული რეალობა შეცვალო. ამიტომ აი ამ აქტივობის დროს ბავშვების თავის სახელს დააწერენ ხოლმე. აი მაგალითად მე რო დავარო ლადო აფხაზავა და სად მუშაობ და რას ვაკეთებ. ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც თქვათ შეხვედრაზე არის 10 ან 20 მოსწავლე, მაგრამ ამჯერად ძალიან ბევრი ვართ და ეხლა რიგრიგობით ვერ გავეცნობით ერთმანეთს. მოკლედ დავიწყოთ ჩვენი შეხვედრა, როგორც მოგახსენებთ, რომ კიდევ შეგახსენებთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ვებინარის მსვლელობის დროს, გამოვთოთ მიკროფონები, ჩატში კითხვების დასმის დროს მიუთითოთ სახელი და გვარი, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა სახელი უწერიათ ზოგიერთ მათგანს და გვინდა რომ ჩავინიშნოთ თქვენი სახელი და გვარი. სასურველია ტრენინგის დროს არ გამოვთოთ
კამერები ძალიან კარგი იქნება და სასიამოვნო იქნება თქვენი გამოცდილებასაც თუ გაგვიზიარებთ, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. მოკლედ, მე იმისათვის რომ ჩემს სკოლაში ყოფილიყო რაღაც მრავალფეროვანი გარემო, აი რატომ დავიწყეთ საერთოდ სათემო ინიციატივები მრავალფეროვანი გარემოსთვის? ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც სხვადასხვა აქტივობები გქონდა სკოლაში და აი ამ აქტივობებში, ხა ამჯერად ეს არის დედის დღესთან მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ძალიან დიდი ცომი გავამზადეთ ტკბილეულის და ბავშვები ჭრიან თავისი დედისთვის ორცხობილას ნაჭრებს, შემდეგ ამას ყველაფერს ვაცხობდით და უფუთავდით ბავშვებს და თავის დედას იქონდა, მაგრამ აი ამ აქტივობის დროს, ამ აქტივობაში ჩაერთო ჩვენი სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე და აი როგორ საუბრობდნენ, რაზე საუბრობდნენ, ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენდი აბსოლუტურად ყველას და დავინახე რომ ბავშვებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ სხვადასხვა ეთნიკური ოჯახების, სხვადასხვა ეთნიკური ადამიანების მიმართ, მაგალითად, ცუდად იხსენიებდნენ აზერბაიჯანელ ადამიანებს, ასევე ცუდად იხსენიებდნენ სომეხ, ანუ მშობლებისგან გაგებული ყურმოყრული ინფორმაციებით ცხოვრობდნენ და იმისათვის რომ ბავშვებისთვის შეგვეყარებინათ მრავალფეროვნება, იმისათვის რომ მრავალფეროვანი გარემო შექმნილიყო ჩვენს სკოლა, არა მარტო სკოლაში, არამედ თემში გადავწყვიტეთ, რომ გვემუშავა ამ კუთხით და პირველად რაც გავაკეთეთ, ეს იყო, რომ აი ასეთი ერთ-ერთ გაკვეთილზე აი ასეთი ფოტოები შევიტანეთ. აი ასეთი ფოტოები შევიტანეთ და აი ბავშვებს უთხარით, ყველაზე მეტად რომელმა გოგონამ მიიპყრო თქვენი ყურადღება და ყველა ამბობდა, რომ ქართველმა, ანუ ქართველი ყველაზე ლამაზია, ქართველი ყველაზე კარგია, ქართველი რატომღაც ჩემია და არც ერთმა სხვა გოგონას სურათს არ შეხედეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მეტად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი მოსწავლებისთვის სხვადასხვა ეროვნების ადამიანებზე ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობები გაგვეკეთებინა და დავიწყეთ მთელი ერთი პროგრამის გაკეთება იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლეები, როდესაც გაიზრდებიან, მათ ქონოდათ მრავალფეროვნების შეგრძნება და თანაცხოვრება სხვა ეროვნების ადამიანებთან, იმიტომ რომ როდესაც ისინი უმაღლეს სასწავლებლებში წავიდოდნენ, კურსელები ეყოლებოდათ, შეიძლება სხვადასხვა მეგობრები გასჩენოდათ და ამისათვის მზად რო ყოფილიყვნენ. აი ამისათვის ჩვენ ორაზროვანი სურათები შევიტანეთ ჩვენს სკოლაში გაკვეთილებსა და ვეუბნებოდით, რომ დაასახელეთ თუ რას ხედავთ პირველად. რას ხედავთ ამ ფოტოებში და ძალიან კარგი იყო პრეზენტაცია. ეხლა მე არ დავიწყებ აქ დებატების გამართვას თუ თქვენ რას ხედავთ, იმიტომ რომ ძალიან გამოცდილი და ძალიან კარგი ძლიერი სპეციალისტები ბრძანდებით, უბრალოდ მე გიზიარებთ ჩვენ რა გავაკეთებთ იმისათვის, რომ მრავალფეროვანი გარემო შეგვექმნა სკოლაში. და ამისათვის ნიადაგი იყო საჭირო. ამისათვის აი ასეთი ორაზროვანი სურათები შევიტანეთ კლასში და ყველა ასახელებდა მხოლოდ ერთ რამეს, თუ რას ხედავდნენ პირველად. აი ამ ფოტოში ძალიან ბევრმა მითხრა, რომ კუდა ვინახე პირველად, ზოგმა მითხრა, რომ ხედა ვინახეო, ზოგმა ლომი, ზოგმა მაიმუნი, ძალიან ისეთ დეტალებს უკვირდებოდა. შემდეგი სურათები იყო, მაგალითად, აი ესეთი სურათი შევიტანეთ და აი ამ სურათში ძალიან ბევრმა უცებ დაინახა ფრინველი, რომელიც ცხვირთან აქვს ამ გოგონას. ზოგმა ცხენი დაინახა, გოგონა დავინახეო, ზოგმა დაინახა მარტო თვალი. და ამის შემდეგ უთხარით, რომ ნახეთ ჩვენ თურმე ყველა სხვადასხვა რაღაცებს ვხედავთ ამ ორაზროვან სურათებში. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები და აი მე ვუსვამდით აი ასეთ შეკითხვას, რითი განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან და აი
მინდა გითხრათ, რომ ბავშვებს ძალიან დიდი ცოდნა არ ჰქონდათ ამ კუთხით, იმიტომ ზოგიერთი პატარები იყვნენ, ზოგიერთი უფროს კლასელები იყვნენ, მაგრამ მაინც გაართვენ თავი ძალიან კარგად. და ისინი ამბობდნენ, რომ სხვადასხვა რელიგიით განსხვავდებით, კულტურით განსხვავდებით და ასე შემდეგ. და ეს ძალიან სასიამოვნო იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი კოლეგებისთვის, იმიტომ რომ მე პირადად ვარ გუნდური მომუშავე, გუნდური მოთამაშე, არასოდეს მარტო არ ვაკეთებ სხვადასხვა პროექტებს, მე მინდა რომ ჩემი კოლექტივი, ჩემი სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი, სხვადასხვა პედაგოგები, სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები ჩემს გვერდით თანამოაზრეები იყვნენ და ერთობლივად გავაკეთოთ და გადავინაწილოთ, იმიტომ რომ მარტო კაცი ჭამაშიც ცოდუაო, ამასაც ამბობენ და აი ამის შემდეგ რატომ ხდება, აი ამ ყველაფრის შემდეგ უსვამდით შეკითხვას, რომ რატო ხდება ზოგჯერ ადამიანის განსხვავებულობა მისი დისკრიმინაციის მიზეზი. და ისინიც ძალიან კარგი პრეზენტაციები მოჰქონდათ სკოლაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ თემებზე წინასწარ გვემსჯელა და თავის კაბინეტებში გამოვაკარით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ძალიან სასიამოვნო იყო მათთვის, როდესაც ამ დეკლარაციაში დაწერილი ის განსხვავებულობა ყველაფერი ამოიკითხეს ბავშვებმა და აი ნახეთ მასწავლებელო, მე დეკლარაცია არ მქონდა წაკითხული და თურმე სწორად მithქვამს, რომ კანისფერით შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანები, რელიგიის და ასე შემდეგ. და მოკლედ ეს დეკლარაცია რატომღაც აბსოლუტურად ყველა კლასის კაბინეტში გამოვაკარით და ძალიან სასიამოვნო იყო, რომ აი ყველა ჩემი კოლეგა მოსწავლეებს სხვადასხვა გაკვეთილებში ახსენებდა ხოლმე, როდესაც თქვათ კონფლიქტები დაიწყებოდა კლასში თანამშრომლობის დროს, ჯგუფური გუნდური მუშაობის დროს და აი კოლეგებმაც ძალიან კარგად შემიწყნენ ხელი ამისათვის, რომ სკოლაში ყოფილიყო მრავალფეროვანი გარემოსთვის შექმნილი წინასწარი ნიადაგი. ასევე გამოვაკარით ის სტერეოტიპების სტიგმა, წინასწარ შეგონებების განმარტებები და ეხლა ვერ დაგიწყებთ ამ სტერეოტიპის სტიგმის და წინასწარ შეგონებების განმარტებების ხსენებას აქ უბრალოდ ისე მოვიყვანე, რომ ეს ყველაფერი თქვენაც გენახათ და ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ სხვადასხვა აქტივობები. ეს იყო ძალიან მარტივი აქტივობები თუ რა სტერეოტიპები ან რა განწყობები დაეუფლებოდათ, მაგალითად ჩვენ მოსწავლეებს სხვადასხვა ადამიანების დანახვის დროს. აი მე მინდა რომ თქვენ, როდესაც ფოტო გამოჩნდება და შეკითხვას დავსვამთ, ვისაც სურვილი გექნებათ, მითხრათ თქვენი აზრი. თუ ვის ხედავთ აი ამ ფოტოში. მაგალითად, ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ნუ ჩემთვის შეიძლება იყოს ან არტისტი. კარგი, ერთი უნდა დაასახელოთ. ანუ მსახიობი. არტისტი. კარგი. აი სხვებმა რომ თქვათ თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, რო ჩართოთ მიკროფონი, ესეთი აქტივობები ძალიან ახალისებს ჩვენ მოსწავლეებს და ძალიან მოსწონთ. ჩემი აზრით არის ბიზნესმენი. აი ძალიან დიდი მადლობა ნათია. ძალიან დიდი მადლობა ჩართულობისთვის ნათია. მე ვფიქრობ არის ფოტოგრაფი. ფოტოგრაფი. ძალიან დიდი მადლობა. მონაწილეობისთვის. ეხლა სხვა ადამიანები სხვა ფოტოებზე იტყვის თავის მოსაზრებას. აი ვინ შეიძლება იყოს ეს ქალბატონი? შეიძლება იყოს გრაფინია. გრაფინია, ძალიან დიდი მადლობა. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ეს ადამიანი ნებისმიერი პროფესიის და ნებისმიერი წარსულის. შენ როგორი დამოკიდებულება გაგიჩნდა აი ამ? რა ოფისე, სამსახური, რაღაც დადებითი პოზიტიური. იყოს მომღერალი. მომღერალი, ძალიან დიდი მადლობა. მაშ გადავიდეთ კიდევ მეოთხე სურათზე და ეხლა თქვენ უნდა მითხრათ ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი? ბიზნესმენი.
ბიზნესმენი? კი ბატონო, კალათბურთელი სპორტსმენი. სპორტსმენი. დიდი მადლობა. მოდი ეხლა ნახოთ უკვე დავიწყოთ პირველი ფოტოდან ვინ არის. მოკლედ პირველი ეს არის დოლჩეს ბიჭი, ძალიან ცნობილი და დოლჩეს ფავორიტი მოდელია, ამიტომ რომ მოდელზე თითქმის ვერავინ ვერ გამოვიცანით, მაგრამ ამაში არაფერი არ არის დასაძრახი. მოკლედ მოდელი არის. მეორე ქალბატონი, რომელიც თქვენ მონათლეთ, რომ ეს იყო გრაფინია და არაჩვეულებრივ ქალბატონი, ეს არის სერიული მკვლელი, რომელმაც 600-ზე მეტი გოგონა მოკლა იმისათვის და მისი ხში იბანავა, იმისათვის რომ მისი გარეგნობა არ დამჭკნარიყო და მარად ახალგაზრდა ყოფილიყო. შემდეგ ეს ქალბატონის ცევები თავისმა მეუღლემ და რაღაცნაირად საათნო ადამიანის შეხედულება აქვს და უცებ ჩვენ ვთქვით, რომ გრაფინია არის ძალიან კეთილშობილი ადამიანი და ამ დროს აღმოჩნდა, რომ სერიული მკვლელია. მაშასე ვინ არის მესამე ადამიანი და ეს არის არა მომღერალი, არამედ ნარკოდილერი და ძალიან ცუდი ქალბატონი, რომელიც აი თქვენ ხედავთ ისტორიას და კითხულობთ და რწმუნდებით იმაში, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან დიდმა ადამიანების შევცდეთ სხვადასხვა განწყობების და ერთადერთი რაც გამოიცანით, ეს არის კალათბურთელი, ყველაზე რუმინელი, ყველაზე მაღალი კალათბურთელი სოფლიოში და უკვე ის აღარ თამაშობს, მაგრამ ისტორიაში ყველაზე მაღალ კალათბურთელად შევიდა. მოკლედ, აი ასეთი აქტივობებით ვცდილობდით, რომ ბავშვებისთვის დაგვენახებინა, რომ შეიძლება ადამიანები, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და რაღაც სხვადასხვა სტერეოტიპული დამოკიდებულებები შეიძლება ქონოდას, ვინ რა გამოიგონა, ქალმა თუ მამაკაცმა. მაგალითად, კალკულატორი ქალმა გამოიგონა თუ კაცმა. ნახოთ ახლა რა ის სტერეოტიპული დამოკიდებულებები გაგვიჩნდება აი ამ გამოგონებებზე. სტიგმებზე, სტერეოტიპებზე ვესაუბრებოდით ჩვენ მოსწავლეებს და სხვადასხვა განმარტებებს ვიძლეოდით და ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდათ ჩვენ მოსწავლეები და ნელ-ნელა ვაკეთებდით იმისათვის ნიადაგს, რომ ჩვენი ბავშვებისთვის ყოფილიყო რაღაც ნიადაგი შეგვექმნა იმისათვის, რომ სხვადასხვა სათემო პროექტები გაგვეკეთებინა, რომ უფრო მეტი უნარჩვევები და დამოკიდებულებები შესძენოდა ჩვენ მოსწავლეებს და აი ამისათვის კიდევ აი ასეთ აქტივობას ვიყენებდით. მოდი ეხლა თქვენი დახმარებაც დამჭირდება ზოგიერთმა მათგანმა. უნდა წაიკითხოთ, კაცის თუ ქალის გამოგონებაა. თეა ვარ, საბავშვო საფენები ვიცი, რომ მამაკაცმა გამოიგონა. საბავშვო საფენები მამაკაცმა გამოიგონა. მადლობთ. კი ბატონო. აი მაგალითად ხიდების უსაფრთხო საყრდენები ვინ გამოიგონა თეა? მგონია რომ მამაკაცი იქნებოდა ესეც. მადლობა. აი ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს მონაწილეებისთვის. როდესაც პატარა ბავშვი დაიბადება, თანაც ბიჭი. საქართველოში ბიჭის ისთვის რომ რაღაც აკვანს ყიდულობენ, საბანს ყიდულობენ, რაღაც თბილ საფენებს ყიდულობენ. რას საკეთებენ? როგორი ფერის ფერს ყიდულობდნენ უმრავლეს შემთხვევაში. ყოველთვის ამ ბოლო წლებში შეიცვალა ეს შეხედულება. ცისფერს გამოყიდულობენ. მე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობ და ახლა ხან ჩემ მეზობელს პატარა შეეძინა გოგონა და უცებ მთელმა მეზობლებმა თუ სხვადასხვა ადამიანებმა მისმა ნათესავებმა აი ვარდისფერი ფერის რაღაც ყველაფერი ვარდისფერი. აი რაღაცნაირად სისხლში გვაქვს გამჯდარი რომ რაღაც ესეთი რაღაც სტერეოტიპული რაღაც კონდეს და აი მამაკაც ბიჭი როდესაც დაიბადა
მაგალითად ცისფერი ფერის იმას ყიდულობენ ტანსაცმელს, თბილ საფენებს და ასე შემდეგ. ამიტომაცაა რომ როდესაც ჩვენ მოსწავლეებს ეს აქტივობა ვანახეთ, რატომღაც ჩათვალეს რომ ხიდების უსაფრთხო საყრდენი გამოიგონა კაცმა. მაგალითად კვამლის გამწმენდი ბუხარზე გამოიგონა კაცმა. მაგრამ მინდა გითხრათ რომ პირველი სვეტი აი ხიდების უსაფრთხო საყრდენების და პედლის ნაგვის ყუთი გამოიგონა ყველა, აი ამის ჩათვლით გამოიგონა ქალბატონებმა. ხოლო მეორე სვეტში, რაც არის მეორე სვეტში, ყველაფერი გამოიგონა მამაკაცმა. ასე რომ თანაბარი შესაძლებლობები აქვს, როგორც ქალბატონს, ასე ერთ აზრს ვიტყვით, შეიძლება. ეხლა ამ ჩამონათვალს რომ ვუყურებთ, პირადად მე ნათია ვარ ამ შემთხვევაშიც. აი ყველა მეგონა რომ მამაკაცმა გამოიგონა იმ სვეტში, რაც თქვენ თქვით, ქალების სვეტში. ხოლო მეგონა რომ კომპიუტერული პროგრამა ცერებრალური დამბლით დაავადებულებისთვის მეგონა რომ მხოლოდ გამოიგონა ქალმა. იცით რატომ რაღაცა აი დედური იმიდან გამომდინარე რომ აი მაგას ვამბობ რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა რაღაც ყურმოკრული რაღაც საზოგადოებიდან მიღებული სტერეოტიპები მაინც გვაქვს მაინც არის და აი სწორედ ეს მინდოდა რომ ჩემი მოსწავლებისთვის ეს სტერეოტიპები დამემსხვრია ამიტომ გადავწყვიტეთ ეხლა უცებ მიხვიდე სკოლაში და რაღაც მრავალფეროვანი გარემოსთვის რაღაც აქტიობები, პროექტები, სათემო პროექტები გააკეთო, შეიძლება ვერც კი გაიგოს ბავშვმა და ვერც კი აღიქვას. ამისათვის საჭიროა რომ მოსწავლეები და აი ის მოსწავლეები, რომლებთანაც ამ პროექტების განხორციელებას ვაპირებთ, შევამზადოთ და სხვადასხვა ინფორმაცია მივცეთ. კარგი, გადავიდეთ და აი ესეთი ჭუჭყიანი თეთრეულის შესახებ ვესაუბრეთ კიდე ჩემ მოსწავლეებს. და მინდა ის გენდერული სტერეოტიპთან დაკავშირებით, აი ძალიან ბევრმა ჩვენმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა იცის ამ ჭუჭყიანი თეთრეულის შესახებ, მაგრამ მე ახლა მინდა წაგიკითხოთ ერთ-ერთი პატარა ჩანახატი. მოკლედ, ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა. ერთ დილას ცოლი ადგა, ფანჯარაში გაიხედა და დაინახა მეზობელი, რომელიც იქვე ზე სარეთს ფენდა. ღმერთო, შეხედეთ ჩვენს მეზობელს რა ჭუჭყიანი სარეცხი გამოუტანია გასასრობად. უთხრა ქმარს, თუმცა ეს უკანასკნელი გაზეთს კითხულობდა და დუმდა. ალბათ ცუდი სარეცხის საშუალებას ხმარობს, ან რეცხვა საერთოდ არ იცისო. და ეს ქალი ვერ მწნარდებოდა. და ამის შემდეგ ყოველ დილას ერთი და იგივე მეორდებოდა. ცოლი ფანჯარასთან იყურებოდა, მეზობლის ჭუჭყიან თეთრეულზე ლაპარაკობდა. ერთ დღეს ცოლმა ჩვეულებრივ ისევ გაიხედა ფანჯარაში და გაოცებისაგან შეძახა. ღმერთო, შეხედე რა სუფთაა მისი თეთრეული, როგორც ჩანს, რეცხვა უსწავლიაო. არა ძვირფასო, უპასუხა ქმარმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმდა. ეს მე ავდექი დილით და შენზე ადრე და ჩვენი ფანჯრები დავწმინდე. აი ეს პატარა მოთხრობა თუ ჩანახატი, როდესაც მე ჩემ მოსწავლეებს გავუზიარე, თითქმის 4 საათი მსჯელობდნენ ისინი და ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო დავიწყოთ დებატები აქ ძალიან ბევრი საინტერესო რამეებს იტყვით თქვენ ჩემო მსმენელებო და სწორედ ასეთ ემოციურმა რაღაც ჩანახატებმა ჩვენ მოსწავლეებზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და აი უკვე ისინიც ჩავთვალეთ რომ იყვნენ მზად სხვადასხვა სათემო თუ საკლასო პროექტების განხორციელებისთვის. მოცემულია სურათზე მაგალითად გენდერული სტერეოტიპის მაგალითი, თუმცა უამრავი შეგიძლიათ თქვენ დაასახელოთ. აი მაგალითად აქ არის გამოსახული გოგონები, არ სჭირდებათ გოგონებს ამდენი განათლება, ქალი ვიცი ქუხნაში და რაღაც ასეთი ისინი არის. აი მაგალითად ჩემ მეგობართან ერთად მივდიოდით
ტრანსპორტი და აი წინამ როდესაც მანქანა მიდიოდა აი ჩემი მეგობარი ამბობს რომ აი თავს მოვიჭრი ლადო და როდესაც დავეწევით გეტყვი რომ ის არის ქალბატონი იქნება ეხლა მძღოლიო აი რატომღაც აი რატო ამბობ ამას მეთქი და არა ნახე აი რამდენი შეცდომა დაუშვა და აი მთელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ქალბატონები და უცებ მიუახლოვდით და აღმოჩნდა თავისი მეგობარი ადამიანი მამაკაცი აღმოჩნდა და ცოტა არ იყოს გამიხარდა კიდევაც რომ აი მისი სტერეოტიპები როდესაც დაიმსხვრა აი იმისათვის რომ ჩვენ უკვე ბავშვები მოვამზადეთ დავიწყეთ უკვე სათემო პროექტები მინდა გითხრათ სათემო პროექტი ძალიან ბევრი გვაქვს უკვე რამდენიმე ასეული პროექტები გვაქვს სულ მთლიანად მაქვს 516 პროექტი მაქვს სკოლაში განხორციელებული თუმცა ძალიან ნაწილი არის მრავალფეროვნების კუთხით და ერთ-ერთი პროექტის შესახებ გითხრათ როდესაც ჩვენი მოსწავლეებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ქონდა ეთნიკური უმცირესობების კუთხით გადავწყვიტეთ რომ სოფელ ჩიბათში წავსულიყავით სოფელში და მოგვეძიებინა აი ისეთი ეთნო ოჯახები გვენახა მაგრამ ძალიან ცუდი რამ მოხდა ჩვენ ვიარეთ და ეთნო ოჯახები ვერ აღმოვაჩინეთ მაგრამ აღმოვაჩინეთ გურულ ბიჭებს მოუყვანიეთ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების ქალბატონები და ანუ ჩვენ სოფელში ძლებად იყო შემოსული ეს ქალბატონები და პროექტს დავარქვით ეთნო ძლები და ჩემი სოფელი. მოსწავლეებთან ერთად სკოლის წინ გამოვედით და ფიქრობდით რა აქტივობები გაგვეკეთებია, რა უნდა გაგვეკეთებინა და ძალიან მოსწავლეებთან ერთად ძალიან კარგი აქტივობები მოვიფიქრეთ, მოკლედ 27 რძალი აღმოვაჩინეთ სოფელში და გადავწყვიტეთ რომ სხვადასხვა რძლებთან სხვადასხვა კლასები სხვადასხვა დროს წასულიყო. მაგალითად, მერვე კლასი პირველად სომეხ რძლებთან დაიწყენ სიარული და სტუმრობდნენ სომეხ ძლებს. მეცხრე კლასი უკრაინელ ძლებთან მიდიოდა, ოსებთან მიდიოდა მე-11 კლასი, მე-12 კლასი მიდიოდა აზერბაიჯანელებთან და აი მთელი ორი თვის განმავლობაში კლასები სხვადასხვა ეთნორძლებთან მიდიოდა, რაც ხელს აი ადგილობრივი მოსახლეობა უყურებდა ამ ბავშვებს. ვა, ჟაკლინასთან რატო ჩავიდა ამდენი მოსწავლე და უკვირდათ ყველას. აი ეთნოძლები, როდესაც დავიბარე სკოლაში, მას თხოვე რომ როგორც სასწავლო რესურსი გთხოვთ, ასე გამომადექით და ძალიან გთხოვთ. აი ესეთი პრობლემა მაქვს და ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ თქვენი დახმარებით და იმათაც დამთანხმდნენ და ძალიან კარგი პროექტი გამოგვივიდა. ეხლა სურათებს განახებთ. სოფელში 27 ეთნორძალი აღმოვაჩინეთ და აი ბოლოს, როდესაც შემაჯამებელი აქტივობა გავაკეთეთ, ჩვენმა მოსწავლეებმა ჩვენი სოფლის ეთნორძლებთან ერთად თავისი ეთნოსისათვის დამახასიათებელი კერძები გააკეთეს ერთობლივად. და ეს იმდენად მოეწონათ ბავშვებს, იმდენად მოეწონათ, აი ხუთი დიდი სუფრა იყო გახსნილი მაგალითად სომხური, უკრაინული, ოსური, აფხაზური და ამ მაგიდასთან სხვადასხვა ეთნორძლები იყვნენ, რომლებიც სხვა მოსწავლეებს უზიარებდა, რომ აი როგორ კეთდებოდა ეს და აი ამ სტუმრობის დროს ეთნორძლებმა თავიანთი კულტურა გააცნეს ჩვენ მოსწავლეებს, თავიანთი ადათ-წესები, მათთვისაც სასიხარულო იყო, იმიტომ რომ უკვე 20 წელია გამოთხოვილი ვარო საქართველოშიო და აღარც მახსოვდაო და იმდენი რამ გამახსენა ამ თქვენმა მოსწავლეებმა, რომ ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერიო. და აი ტანსაცმელები გამოართვეს ჩვენ ეთნორძლებს და აი სურათებში უკან ჩანს სარეცხებიც კი გაფინეს და დეკორაციებიც კი გააკეთეს ჩვენმა მოსწავლეებმა, რაც ძალიან მისასალმებელი იყო. მაგრამ რატომღაც ვეღარ გადავდივარ სხვა აი ეთნორძლებმა თავიანთი ნაშრომები მოიტანეს, მაგალითად უკრაინელი რძალი, ჩვენი სოფლის უკრაინელი რძალი, როგორ
მათ აკეთებდა როგორ კარგავდა, შემდეგ რამდენიმე მოსწავლეც კი მიიყვანა თავის სახლში და დღესდღეობითაც დადის და აი ამ უკრაინელურ კარგვას სწავლობენ ჩვენი მოსწავლეები. ანუ ძალიან ბევრი რამ გამოიწვია და ეს ამ პროექტის მიზანი იყო, რომ თემში არსებული სხვადასხვა ეთნო წარმომადგენლების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მოსწავლების ცნობიერების ამაღლება ეთნიკური უმცირესობების თემის ირგვლივ. და მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი ძალიან გონი 2 თვე გაგრძელდა და აბსოლუტურად ჩიბათის საჯარო სკოლაში მასწავლებლები, კლასის ხელმძღვანელი, სკოლის ადმინისტრაცია ყველა ჩართული იყო ამ პროექტში. და ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმარებოდა ამ პროექტის განხორციელებაში და ამიტომაც ვამბობთ, რომ პროექტი, რომელშიაც თემი არის, მთლიანად თემია ჩართული, აი ამას ქვია სათემო პროექტი. როდესაც თემი გააერთიანდება ამ პროექტის ფარგლებში და მინდა გითხრათ, რომ ეთნორძლებმა ასეთი რამ გვითხრეს, რომ ადრეო, როდესაც სანამ ეს პროექტი განხორციელდებოდაო, ჩემი მეზობლებიო, გურულებიო არ მეძახოდნენ ყავაზეო, მაგრამ როდესაც თავიანთმა შვილებმა მიიტანეს ამბავი, რომ აი ჟაკლინა დეიდამ აი ასეთი კერძი დაგვახვედრა, სხვადასხვა ეთნორძლების სახელებს ეუბნებოდნენ, აი მეზობლებმაც გადაწყვიტენ, რომ ურთიერთობაში შეესულიყვნენ და აი ეთნორძლებმა გვითხრეს, რომ აი ინტეგრაცია მოხდა უკვე სოფელში, აი ამდენი წლის შემდეგ მოხდა ინტეგრაცია და ძალიან დიდი მადლობაო და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედგა ამ პროექტის განხორციელების დროს. ამის შემდეგ სოფელ ნიგზიანში რელიგიურმა კონფლიქტმა იფეთქა. რელიგიური კონფლიქტი მდგომარეობდა შემდეგში, რომ სოფელ ნიგზიანში მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს და ამ მუსლიმებმა გადაწყვიტეს, რომ სოფელში მეჩეთი გაეხსნათ თავიანთ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე, ამიტომ არავის არ ესაქმება ახლა ჩემ ოჯახში ვთქვათ ტაძარს ავაგებ, მეჩეთს ავაგებ თუ რას დავაკეთებ, მაგრამ აი მეზობლები ძალიან ახმაურდა. და ეს სოფელ ნიბზიანის კონფლიქტი მოედო აბსოლუტურად მთელ მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა სკოლებში, უფრო გამძაფრდა სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რაღაც ბევრი აქციები იყო და აი თბილისიდან რაც უფრო ადამიანის უფლებათა დამცველები ჩამოდიოდნენ, მით უფრო ღვივდებოდა ეს კონფლიქტი. მე მინდა გითხრათ, რომ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები მყავს მოსწავლეები, ასევე მყავს მუსლიმი მოსწავლეები, რომლებიც ძალიან მაგრად მიყვარს. ამიტომ ჩვენ სკოლაში, რომ ეს მრავალფეროვნება, რაღაც უსაფრთხო გარემო არ დარღვეულიყო, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ რა გავაკეთოთ და აი მშვიდობის კვირეული მოვიფიქრეთ. მშვიდობის კვირეული არ ნიშნავს მარტო ერთი კვირა გრძელდებოდა. ეს პროექტი გრძელდებოდა თითქმის 2 თვე და ამ 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით ამ კუთხით ბევრი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები შეგვეცვალა ჩვენი მოსწავლეებისთვის, ძალიან ბევრი აქტივობები ჰქონდა დაგეგმილი და აი პოსტერების ამზადებდნენ მოსწავლეები და მშვიდობის კედელი უნდა გაგვეკეთებია, ტოლერანტობის კედელი უნდა, ტოლერანტობის მუზეუმი უნდა გაგვეხსნა სკოლაში. აი უკვე ბავშვებმა მშვიდობის კედლისთვის როგორი პოსტერები გააკეთეს, ამის ფოტოსურათი გამოვიტანე და ამ პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების კომპეტენციების ამაღლება, ადვოკატირების მოსწავლეების კომპეტენციების ამაღლება, ადვოკატირების კონფლიქტების გარდაქმნის გზაზე, რატომღაც ცუდად მიწერია თუ ვერ ვხედავ აქ რა ხდება. მოკლედ ეს პროექტი ძალიან ხვავრილი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის, ძალიან ბევრი ცოდნა და უნარები მიიღეს და ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე მაგარი აქტივობა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ, ეს იყო აქტივობა მეჩეთის ლიფივილში, სადაც
მუსლიმანი ბავშვები ასრულებდნენ შერეული იყო მაინც აი მუსლიმანი ქრისტიანი ბავშვები ასრულებდნენ მუსლიმანის ტყავში გაეხვივნენ და როლს ასრულებდნენ ეს იყო როლური თამაში სიმულაციური თამაში გავაკეთეთ რომელითაც ვიხემძღვანელეთ კომპასი და კომპასიტო არის ასეთი ევროკავშირის სახელმძღვანელოები და მინდა გითხრათ რომ მეჩეთის ლიფივილში ჩვენს სკოლაში გაგრძელდა 2 დღე და ამ 2 დღის განმავლობაში ჩვენმა მოსწავლეებმა გაიცნენ კანონმდებლობებს კონფლიქტების მოგვარების გზებს გაეცნენ სხვის ტყავში იყვნენ სხვა რელიგიის ტყავში იყვნენ გახვეულები და აი ძალიან საინტერესო იყო როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ბავშვი იცავდა მუსლიმების უფლებებს საქართველოში და ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო აქციები იყო სატელევიზიო შოუები იყვნენ და უბრალოდ მეტი სურათი შეიძლება რომ მე თქვენთან გამომეტანა მაგრამ აი იმ სურათებზე რომელშიაც უფრო კარგად არის ასახული ეს აქტივობა რატომღაც ზოგიერთი ბავშვის მშობელმა უფლება არ მოგცა რომ მათი შვილების ფოტოები გაგვესაჯაროებინა ამიტომ ამ პრეზენტაციაში რომელ მოსწავლის სახეებსაც ხედავთ მათმა მშობლებმა ჩვენ მოგცას უფლება რომ მათი შვილების სურათები გამოგვეტანა თუნდაც სკოლის გვერდზე და ამიტომაც კარგი სურათებს ისეთი მაგარ სურათებს ვერ განახებთ მაგრამ ამას არ აუშავს აქტივობა აი, როდესაც ეს აქტივობები მორჩით, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სოფელ ნიგზიანჩიში სწორედ იქ მივსულიყავით, სადაც კონფლიქტის ეპიცენტრი იყო და გადავწყვიტეთ ჩემ მოსწავლეებთან ერთად შევსულიყავით სოფელ ნიგზიანჩი მეჩეთში და ჩვეულებრივ სამებ როგორც სკოლაში ვატარებდით გაკვეთილებს, აი ამ მეჩეთში ჩვენ რამდენიმე გაკვეთილი ჩავატარეთ, ჩვენ გვესწრებოდა მუსლიმთა ხელმძღვანელი, ვინც თქვათ აი ამ ხელმძღვანელობდა მშენებლობას და მინდა გითხრათ რომ როდესაც მოსწავლეებთან ერთად მივედით აი ამ შენობაში ძალიან ბევრმა დაგვიწყო რომ ამას რას აკეთებ ბავშვები როგორ მოიყვანი აქ მაგრამ ძალიან მალე გაჩერდნენ და გვიყურებდნენ რას ვაკეთებდით მაგრამ აი ჩვენ ჩვეულებრივ გაკვეთილები ჩავატარეთ ტოლერანტობაზე გაკვეთილები ჩავატარეთ ძალიან ისეთ საინტერესო თემებზე და მინდა გითხრათ რომ ამ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეებმა როდესაც იქ დაინახეს ბავშვები იყო კონფლიქტი თითქმის ჩაცხრა და მინდა გითხრათ რომ სხვადასხვა სკოლის მოსწავლებიც მოვიდნენ, სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებაც მოიყვანეს იქ ბავშვები და მსგავსი აქტივობები გააკეთეს, რამაც კონფლიქტი ძალიან შეანელა, დაასუსტა და მინდა გითხრათ რომ სოფელ ნიგზიანში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან კარგი მდგომარეობაა ამ კუთხით და ძალიან საინტერესოა ამ ის გავლენა. აპრილის ფარგლებში შემაჯამებელი აქტივობა ჩვენ სკოლაში ჩატარდა. მინდა გითხრათ რომ ჩვენ სკოლაში არის 4 დიდი ფლიგელი არის, ამიტომ 209 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა აი ამ პროექტს, მათ შორის იყო მეგი ბიბილური, მეგობრობის ხიდი ქართლოსის დამფუძნებელი და ეს პროექტი განვახორციელეთ ჩემ ყოფილ მოსწავლესთან ერთად, ნინო ცეცხლაძესთან ერთად, რომელიც ძალიან მომეხმარა და ძალიან გვერდში მედგა და ძალიან საინტერესო იყო მასთან თანამშრომლობა და მინდა გითხრათ რომ აი
დარბაზი, რომელშიც უკვე ადამიანები ზის, აი ასეთი 4 დარბაზი იყო, მე და ნინოს გვიწევდა ჯერ ერთ დარბაზში პრეზენტაციის გაკეთება, შემდეგ სხვა მომხსენებელი იყო, შემდეგ ჩვენ გადავდიოდით მეორე დარბაზში, შემდეგ მესამეში, შემდეგ მეოთხეში და აი ძალიან კარგი იყო და დაწვრთული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტის ეს პროექტი სულ რაღაც გონი 500 ლარი დაჯდა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა და რატომღაც გონიათ, რომ აი ესეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვენ ჩემზე, რომ მაგალითად ეთნორძლები და ჩემი სოფელი ძალიან ძვირი დაჯდაო. არა, ისიც 500 ლარი დაჯდა ეთნორძლები და ჩემი სოფელი, ეს პროექტიც 500 ლარი დაჯდა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააფინანსა. ეთნორძლები და ჩემი სოფელი დააფინანსა კავკასიურმა სახმა, რომელიც თბილისში მდებარეობს. ყოველთვის ვიწყებდით, აი ერთი პროექტი დასრულდებოდა, თუ არა, აი მოსწავლეები აი ასე შევიკრიბებოდით მოსწავლეებთან ერთად და ვიწყებდით უკვე მეორე პროექტზე, მესამე პროექტზე მუშაობას და აი სხვადასხვა პროექტები მინდა ძალიან სწრაფად ჩავიარო, აი ჩვენი უფლებები ონლაინ, რომელიც ჩავატარეთ, ეს პროექტიც ძალიან 500 ლარი დაჯდა ეს პროექტიც და ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი ესტუმრა ამ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის კიბერუსაფრთხოებაზე გვესაუბრა იმ თემებზე, რომ ონლაინ რეჟიმშიაც და ონლაინ მეტად მნიშვნელოვანია ადამიანების უფლებების დაცვა და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ აი ამ დროს და ყველაფერი გაიგეს, ძალიან ბევრი ინფორმაცია გაიგეს. ეს არის ტოლერანტობის მუზეუმის ფოტო, მეორე ფოტოც ჰქონდა, მაგრამ აი ისეთი ერთ-ერთი მოსწავლეა, რომლის სურათი ნებართვა არ გვაქვს ამ სურათის გამოქვეყნების, იმიტომ რომ ისეთი ბავშვია, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა იქ და დასაჯაროეთ, მაგრამ ნაწილი ტოლერანტობის მუზეუმისა აი ასე გამოიყურება და აი ამ ადგილას სკოლის ფოიაში ჩვენ ხშირად ვატარებთ აი ასეთ შეხვედრებს, მოდი სოციალური მუშაკი ჩვენ სოციალური სააგენტოც მოდის, ძალიან ბევრ საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ, აი ჩვენი ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი ქალბატონი ნინო წილოსანიც დადის ხოლმე ჩვენს სკოლაში და ძალიან მაგარი შეხვედრები კეთდება და აი ვსიამოვნებთ, რომ ჩვენ სკოლაში შევქმნით გარემო, სადაც შეიძლება ყველა სხვადასხვა აქტივობები დაგეგმო და განახორციელო. და ყველაზე მთავარი მაინც ჩვენ სკოლაში აი ამ აქტივობებმა და მრავალფეროვანი გარემოსთვის ზრუნამ გამოიწვია, რომ ჩვენ სკოლაში გავაკეთეთ თავისუფლების კიბე. აი ჩიბათის საჯარო სკოლაში რომ შემოხვალთ, პირველად დაინახავთ ამ კიბეს, რომელსაც ავხართ სიმაღლეზე, ანუ მეორე სართულზე. და დღეს მინდა გითხრათ, რომ ეს კიბე არის თავისუფლების კიბე და აი ამ თავისუფლების კიბეზე ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა მესიჯებს ტოვებენ. აი თუნდაც ერთი აი ამ თემისთან ახლოს არ არის ეს მესიჯი, აი ერთ-ერთმა მოსწავლემ დაგვიწერა, რომ თუ შეგიძლია მასწავლე, თორემ ბებია ჩემიც კი მიყვირის საქმეში და ძალიან დამაფიქრებელი იყო ეს მესიჯი. თუმცა აი ამ კიბეებზე არის ძალიან ბევრი წარწერაც მრავალფეროვნებაზე. ჩვენ როდესაც ჩემი მოსწავლეები ერევანში, სომხეთში წავიყვანე და იქ 2 კვირა გავატარეთ ერთ-ერთ სომხურ სკოლაში, სადაც ერთადერთი სკოლაა სომხეთში, სადაც ქართულს ასწავლიან, აი მაშინ ბავშვები უყვებოდნენ სხვა თანატოლებს, რომ მთლიანად დაიმსხვრა სხვადასხვა სტერეოტიპები, რომლებიც თქვათ სომეხ ადამიანებთან ჰქონდა და აი ამ თავისუფლების კიბის მეშვეობით ახმოვანებდნენ ამ მესიჯებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბავშვს აქვს თავისუფლების გამოთქმის საშუალება ბავშვობიდან, მოსწავლეობის პერიოდიდან, იმიტომ რომ
ეს ვფიქრობ, რომ მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი სკოლაში ძალიან კარგი გავლენები მოახდინა ამ თავისუფლების კიბემ. პროექტში მგონი 296 მოსწავლე იყო ჩართული და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სკოლაში მარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის არ ვაკეთებთ პროექტებს. ეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არის 26 სკოლა, საჯარო სკოლა, 26-ია თუ 27 არ მახსოვს კარგად, მაგრამ ზუსტად აი ამ რაოდენობის არის და როდესაც ჩვენ დავაანონსებთ პროექტებს ჩვენი სკოლის გვერდზე ვეუბნებით, რომ აი დაინტერესებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები შეგვიძლია დაგვიკავშირდეთ და ამ პროექტში ჩაგდოთ. და აი ძალიან საინტერესოა, როდესაც მთელი სკოლის აი გაკვეთილები დასრულდება თუ არა და უკვე პროექტზე ვიწყებთ მუშაობას, მთელი სკოლის საავტო დარბაზი სრულად გადაჭედილია და აი როლებს ვინაწილებთ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვინაწილებთ და აი ამ ბავშვების ინტეგრაციაც ხდება ერთმანეთში. ასევე ამ კუთხით გავაკეთეთ აი ესეთი პროექტი შეჭამე ბოსტნეული და არაშენი თანაკლასელი, რომელიც აი მრავალფეროვნების კუთხით ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგცა, რომ ჩვენ მოსწავლეებს უფრო დაახლოვებულიყვნენ ჩვენი მოსწავლეები ერთმანეთთან, სხვადასხვა ეთნიკური ეთნოოჯახების მოსწავლე შვილებთან უფრო ახლო ურთიერთობა ქონოდა მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სკოლებში, მაგალითად სომეხი მოსწავლეც სწავლობს, აი ბევრი მოსწავლეა სუფსის სკოლაში, რომელიც თურქი არის და აი ასეთი ბავშვები მოდიოდნენ ჩვენთან და აი ბოსტნეულით გადავწყვიტეთ ეს პრობლემა და აი აქ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გამოგვივიდა ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სწორედ ამ პროექტის მეშვეობით საერთოდ არ ვახსენეთ სიტყვა ბულინგი, ძალადობა არ ვახსენეთ და უბრალოდ სკოლაში მოვიტანეთ 300 კილოგრამი სხვადასხვა ბოსტნეული და ამ ბოსტნეულს სკოლის ეზოში, სკოლის ფოიებში მთლიანად დეკორაციები კეთდებოდა და იღებდნენ სურათებს. აი ამ ბოსტნეულის მეშვეობით ძალიან ბევრი ჩვენი თანაკლასელი, ჩვენი მოსწავლეები შევარიგეთ, რომლებიც გაბრაზებული იყვნენ და სურათებს იღებდნენ, ეფერებოდნენ. ეს არის სკოლის გარეთ მთლიანად სპორტული მოედანი ბოსტნეულით იყო დაფარული და სურათებს იღებდნენ. აი მაგალითად ეს იყო სკოლაში, როდესაც დეკორაცია თავად სკოლაში ჰქონდა დაწყობილი და სხვადასხვა მოსწავლეები როგორ ეხუტებოდნენ და ფოტოსესიები იმართებოდა ამ ბოსტნეულთან და ამ აქტივობამ მთლიანად მთელი თემი გააერთიანა იმ მშობლები, რომლებიც მაყურებლები იყვნენ და მშობლები, რომლებიც ერთმანეთს ენდუროდნენ, ისინი ურიგდებოდნენ ერთმანეთს, ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ რაღაცნაირად შერიგების, თანაცხოვრების, მრავალფეროვანი გარემო შეიქმნა ჩვენ სკოლაში და ძალიან გვიხაროდა ჩვენ მასწავლებლებს, რომლებიც აი ამ პროექტებს ერთად თანამშრომლობთ. ბოლოს ეს ბოსტნეული ყველამ ერთად დავჭარით, სხვადასხვა საკმაზები შეურიეთ ამ ბოსტნეულს და ბავშვები, რომლებიც ბოსტნეულს ეხვეწებოდნენ, თავიანთი მშობლები, რომ აი ეს ბოსტნეული ჭამე, ის ბოსტნეული, ეხლა თავად გვეხვეწებოდა, რომ მასწავლებელო კიდო დარჩა სალათა რომ მომცეთ, რომ გადმომიღოთ, ანუ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციაც გამოგვივიდა და ძალიან მიხარია, რომ აი პროექტები, რომელსაც დაიწყებ სკოლაში და გინდა რომ სათემო და ძალიან ბევრი უნარჩვევები მიცი ამავე დროს ცოდნაც და დამოკიდებულებები სხვადასხვა მდგრადი განვითარების მიზნებზე გადის და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. შემდეგ ბოლოს ამ პროექტის ბოლოს ყველაზე სახალისო აქტივობა გავაკეთეთ, რომელიც შეიძლება თქვენაც გამოიყენოთ და არანაირი პრობლემა არ არის, ეს არის წუწაობა. წუწაობა პროექტის შემაჯამებელი პროექტი, სადაც
წუწაობა 2019 აი ასეთი ბოლო დღეებში გქონდა ეს შეჭამე ბოსნეული და არაშენი თანაკლასელი და ამ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გავაკეთეთ 3000 თუ 2000 საჰაერო ბუშტი გავბერეთ წყლით და ყველა ბუშტში იყო წყალი ჩასხმული და ეს ბუშტები გამოვიტანეთ მზეზე რომ წყალი ძალიან ცივი არ ყოფილიყო და ბავშვები არ გაგვციებიოდა ამიტომ მზემ გაათბო ეს წყალი მთელი სკოლა გაიყო ორ ტოლ ნაწილად მათ შორის მასწავლებლები ვიდეოს ვერ გაგიზიარებთ იმიტომ რომ იქ ის ბავშვები ჩანა რომლებიც არ მაქვს უფლება რომ თქვენ დაგანახოთ და გავასაჯაროო და ერთი ამბავი ატყდა სპორტის მოედანზე სპორტის მოედანი ორ ნაწილად გაიყო სხვადასხვა მასწავლებლები მოსწავლეები სხვადასხვა მხარეს გადავედით და დაირეკა ზარი რომლის შემდეგ დავესიეთ ამ წყლიან ბუშტებს და ერთმანეთს ვესროდით და ძალიან სახალისო იყო. როდესაც ბუშტები დასრულდა, ჩვენ საგანგებოდ გამოძახებული გვყავდა სახანძრო მანქანები, რომლებმაც ჭავლი ძალიან ზემოდან დაასხენ და მთლიანად მთელი სკოლის ეზო დაასრულდა, დაასრულებული ვიყავით ჩვენს მოსწავლეები და ის წელი ძალიან მხიარულად დავასრულეთ. ამიტომაცაა რომ მეტად მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებს სიცოცხლე უნდა უხაროდეს მოსწავლეებს უნდა ახარებდეს ყოველი წუთი ყოველი წამი სკოლაში გატარებული და არა რაღაც ბევრი საყვედურებით ეს როგორ არ მისწავლეს რა გავაკეთეთ ამიტომ ჩვენ შევეცადეთ და ეს მოვახერხეთ რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის შეგვექმნა მრავალფეროვანი გარემო, როგორც თანაცხოვრება სხვა ეთნიკური უმცირესობებთან, ასევე სხვადასხვა გასართობის საშუალებებთან ერთად. ეხლა მე მინდა რომ კიდევ ერთ-ერთი პატარა მულტფილმი გაგიზიაროთ, იმედია მოვახერხებ. ეს მულტფილმი გადაღებულია 70-იან წლებში და მინდა გითხრათ რომ მე რატომღაც გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ეს მულტფილმი 70-იან წლებში გადაიღეს. თუ რა ხდება, ამ მულტფილმს ქვია რანინა. მოკლედ ეს არის მულტფილმი, სადაც ერთ-ერთი ადამიანი ცდილობს რომ იმღეროს სიმღერა, მიდის შემდეგ გზაში და მღერის თავისუფლებით შექმნილ სიმღერას, მაგრამ სხვადასხვა ადამიანები შეხვდება გზაზე და ეუბნება რომ ძალიან გთხოვ, ჩემსავით მინდა რომ იმღერო და აი ზოგიერთი მათგანი ცემს კიდევაც ეხვერწება რომ შეცვალეს სიმღერა და აი ყველა ასწავლის თავის სიმღერას. მე ეს ადამიანი აი ბევრი ცემის შემდეგ სწავლობს ისევლე სხვა სიმღერას და მე გზას აგზელებს რომელიც უკვე ასწავლეს სიმღერა იმას ღერის. შემდეგ კიდევ სხვა ხდება, ისიც სხვანაირად ასწავლის. შემდეგ მეოთხე შეხვდება და ისიც სხვანაირად ასწავლის და ბოლოს, როდესაც ერთ-ერთი კაცი შეხვდება, ბოლოს იმდენად მიეჩვია თავისი თავისუფლება, იმდენად დაკარგა, რომ უკვე ზალდატანებაც კი არ დასჭირდა, რომ სხვის სიმღერაზე ესაუბრა. მოკლედ ქართული მულტფილმია, რომელსაც ქვია რანინა და თუ დაგაინტერესებთ უყურეთ ამ ვიდეოს და ძალიან სასიამოვნო იყო. ეხლა თქვენი შეკითხვები თუ შეკითხვები გაქვთ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. აი ზუსტად ერთი საათია უკვე ერთად ვართ და მე მგონია თავი არ მოგაბეჭდეთ და ძალიან მოსაწყენი არ იყო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, უღრმესი მადლობა. ხო, პროექტებს რამდენიმე პროექტი გაგიზიარეთ, იმიტომ რომ ყველა პროექტს ვერ გაგიზიარებდით, ძალიან ცოტა დრო გქონდა ამისათვის და ცოტა მოსაწყენი. აი, ეხლა მე მინდა თქვენ მონაწილეებს გთხოვოთ
თქვენი გამოცდილებაც რომ გაგვიზიაროთ. ძალიან საინტერესო იქნება და მე ვიცი რომ არაჩვეულებრივი პედაგოგები გვესწრება და რაღაცა სხვადასხვა აქტივობები მოკლედ რო გვითხრათ. იმიტომ რომ მარტო ლადო აფხაზავა კი არ აკეთებს კაცო საქართველოში ამ თქვა პროექტებს უამრავი მასწავლებელია და აი მე იმიტომაც გავიმარჯვებ თქვათ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, იმიტომაც გავხდი რომ მე სხვადასხვა რეგიონებში დავდიოდი ძალიან მაგარ მასწავლებლებთან, ვიზიარებდი მათ გამოცდილებას და გლობალზე, როდესაც ვიყავი მსოფლიო 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის, იქ მარტო ჩემ თავზე კი არ ვისაუბრე, არამედ ქართველ მასწავლებლებზე ვისაუბრე და შეხვედრა მქონდა და იქ უზიარებდი სხვა მასწავლებლებს, რომ აი რაებს აკეთებენ, საოცრებებს რომ აკეთებს ქართველი მასწავლებლები სკოლებში, საოცარი პროექტებით რომ გამოირჩევიან, უამრავი აქტივობა, სხვადასხვა ინიციატივები, რა ინიციატივებით გამოდიან მოსწავლეები, მასწავლებლები და ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო. ეხლა თუ ვინმეს შეგიძლიათ რაღაც საინტერესო თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ, ძალიან დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. ლადო, მოგესალმებით. მე სენაკის შუშანე სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ლადო ამ ჩართივისთვის, არაჩვეულებრივი იყო თქვენი პროექტების შესახებ, ბევრი რამ ვიცი და ჩვენთან რომ ვდანდებოდით, მაშინაც ძალიან ბევრი ისაუბრეთ ამ პროექტების შესახებ და ჩვენც ვცდილობთ რაღაც გავაკეთოთ. სხვათა შორის მე ამჟამად ვასწავლი მოქალაქეობას და სამოქალაქო განათლებას მე-7 და მე-9 კლასებს. საკმაოდ კარგი ბავშვები გვყავს გიმნაზიაში, ძალიან დაინტერესებულები და წელს რაც მოასწარით პირველ სემესტრში, ეს იყო პროექტი მოხუცებულთა დასახმარებლად. იცით რომ თავშესაფარი ჩვენთან არ არის, მოხუცებულთა თავშესაფარი, ამიტომ ბავშვებმა შევთავაზეთ ბავშვებს გაეკეთებინათ რამდენიმე პროექტი და მათ გააკეთეს ერთი ქუჩის ძაღლებისთვის გააკეთეს პროექტი, ძაღლების თავშესაფარი არ აქვს და მოეძიეს ინფორმაცია მარტოხელა მოხუცებზე, რომლებიც სენაკში მრავლად ყოლია თურმე, ესენი ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს ბავშვებმა და ძალიან გაახარეს ეს მოხუცები. მათ საახალწლოდ ძალიან ბევრი საჩუქარი გაუკეთეს, მოეფერნენ, გაუხალისეს ახალი წელი და 31 დეკემბერს მათთან ერთად შეხვდნენ ახალწელს. განაწილდნენ კლასელები, ბავშვები, მეც ვახდი, მათ ოღონდ ყველასთან ერთად ვერ მოახერხე მისვლა და ბავშვები საჩუქრებით, ტკბილეულით მივიდნენ ამ მოხუცებთან და გაუხალისეს ახალი წელი. ასევე იყო თუმცა ეს ერთჯერადი არ ყოფილა და ეს ბავშვები მუდამ აკითხავენ ამათ. ახლა როდესაც კარანტინის პერიოდი ჰქონდა, ურეკავდნენ, მე მათ ვთხოვდი რომ არ დატოვოთ უყურადღებოთ და ძალიან კარგად გამოგვივიდა ეს პროექტი და ძალიან გახარებულები იყვნენ თვითონ მოხუცებიც და ბავშვებიც. და მეორე ეს იყო ძაღლების თავშესაფარი, არ გვაქვს და დიდი სურვილი ჰქონდათ ბავშვებს მოეძებნათ სპონსორები რომ ძაღლების თავშესაფარი გაეკეთებინათ, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა ამის გაკეთება და ამიტომ გადაწყვიტეს ყოველ ჯერზე ახლაც აკეთებენ ამას. უამრავი ძაღლია ქალაქში და არ ვიცით კარანტინის დროს ძალიან მომრავლდნენ და ყიდულობენ საკვებს ამ ძაღლებისთვის, ყვებავენ ყოველდღიურად, აბსოლუტურად ამას აკეთებენ ჩვენი მოსწავლეები და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სკოლა ნიკო კეცხოველის ეკო კონკურსია ჩართული და ისინი ძალიან მთელი სკოლა აკეთებს, ძალიან ბევრ პროექტს ამასთან დაკავშირებით და მათ გამარჯვებაც მოიპოვეს. შარშან მეორე ადგილზე გავიდნენ და წელსაც ამ დისტანციური ურთიერთობის დროსაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. ლადო, ძალიან ბევრს სწავლობ თქვენგან. ძალიან კარგი პროექტები გაქვთ და ჩვენი მოსწავლეები კარგად გიცნობენ, იმიტომ რომ ხშირად მაქვს საუბარი თქვენზე და დიდი მადლობა ამისთვის და ამ ჩართვისთვისაც.
დიდი მადლობა. გაიხარეთ. იქნებ რომ ვინმეს შეკითხვა აქვს ან როგორც ქალბატონმა მანანამ გაგვიზიარა თავის გამოცდილება, თქვენს გაგვიზიაროთ, აი როგორ მოახერხეთ რომ თქვენს სკოლაში ან თემში რაღაც მრავალფეროვანი გარემოსთვის გაგეკეთებიათ. შეიძლება ჩემს აზრსაც ვიტყვი, მე არა ვარ სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მე მანდატური სამსახურის თანამშრომელი ვარ და უბრალოდ მოსაზრებას გეტყვით, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მეც ლანჩხუთის რაიონიდან ვარ, მეც სუფსაში მოგვსოფელი, ვიცი რომ ჩემს სკოლაშიც მუშაობდით და დედაჩემი და თქვენ კოლეგებიც იყავით და ამდენად დიდ წარმატებებს გისურვებთ, ძალიან საინტერესო იყო და რა ძალიან მოხარულად ნებისმიერ თქვენი ნაბიჯით და ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო სათნახევრისთვის. როგორც გურული და როგორც ერთი ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე. და თქვენი მსმენელი ამ შემთხვევაში. მადლობა. დიდი მადლობა. ხო, მოკლედ სტერეოტიპებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ აი ჩემს რაღაც იარლიყი მომაწეპეს უცებ, რომ ისე რა ქვია, სოროსი აფინანსებსო, ლადო აფხაზავასო, მილიონერიაო, მთელი ამბები, მაგრამ ძალიან კარგად ხედავთ, როგორი მილიონერიც ვარ უკანა ფონზე. ჩვეულებრივი რიგითი მასწავლებელი ვარ და ვცდილობ, რომ არა თქვა ფინანსურად გავძლიერდე, არამედ გავძლიერდე ჩვენი მომავალი თაობის ბევრი ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების გულისთვის. აი კომპეტენცია, ყველამ ვიცით, რომ კომპეტენცია შედგება ცოდნისგან, უნარებისგან და დამოკიდებულებებისგან. და ეხლა მოემატა მეგობრებო მეოთხე. ეს არის ქმედითი ქცევა. და აი პირველ ვებინარზე ვამბობ ამას, ანუ კომპეტენციები შედგება ცოდნა, უნარები და დამოკიდებულება და უკვე ცოტა ხანში ჩვენთანაც შემოვა საქართველოში, რომ ქმედითი ქცევაც არის ერთ-ერთი კომპეტენცია და მოგიყვებით ახლა მაგალითს. მაგალითად, ჩემ ბიჭებთან ერთად მივდიოდით ზღვაზე და ჩვენმა ერთმა სტუმარმა იფიქრა, რომ ეს ვაშლი, რომელიც ჭამა, მოდი გადავაგდებ ფანჯრიდანო და მალე დავტება და არანაირი ნარჩენი არ დარჩება დიდხანს. ახლა პოლიეთილენის პარკი ხო არ არისო, რომ ამდენი წელი არ გაიხსნას და ეს ჩვენის მიერ ნაჭამი ვაშლის ნარჩენები ცალკე ცელოფანში ჰქონდა ჩადებული და ურნაში უნდა ჩაგვეყარა და რატომღაც ჩვენმა სტუმარმა ეს ცელოფანი აიღო და ფანჯრიდან გადააგდო. აი მაშინ ერთ-ერთმა ჩემმა ბიჭმა იყვირა, რომ ისე მანქანაო გააჩერეთ ძალიან გთხოვთ და რა ხდება ბიძიამ მეთქი, იმიტომ მე წინამ ვიჯექი და უკან რა მოხდა არ ვიცოდი. რა ხდებაო და ბოდიში გიხდიო, მაგრამო ესო ვაშლის ნარჩენებიო ახლოს ვიყავითო, სხვასთანო და იქო ურნა იყო და მოდიო აქ გადაგდებასო, ჯობია ავიღოთო და იქ წავიღოთ და იქ გადავაგდოთო. ეხლა ამ სტუმარს ძალიან შერცხვა, რომ ბავშვმა უთხრა, ცოტა კარგა დიდი ადამიანი იყო და კარგიო, მაშინ მე ჩავალო და მიავიღებო. კარგიაო, თუ თქვენ აიღებთო, კარგიაო, იმიტომ თქვენ გადააგდეთო და ახლა რომელიმე სხვასო ხო არ უნდა ავაღებინოთო. აი, იმ ბავშვმა, იმ ჩემმა ბიჭმა, მაგალითად პირობითად დავარქვათ სულხანი. აი, ამ სულხანიმ სწორედ გამოავლინა ქმედითი ქცევა. როდესაც მას აქვს უნარი, დამოკიდებულება და ცოდნა და ქმედით ქცევაში გადაიტანა. ანუ სხვას გაუზიარა, სხვასაც აჩვენა, რომ ეს ყველაფერი არა კარგი. ამიტომ აი კომპეტენციების შეფასების დროს აი ცოტა ხანში შემოვა ტერმინი ქმედითი ქცევა და ძალიან მიხარია, რომ აი როდესაც ამ ყველაფერს გაიგონებთ, თქვენ აი
ძალიან პირველად გითხარით აი ამ ვებინარის დროს მოხდა ამ სიტყვის გაჟღერება აი თუმცა ძალიან ბევრი განათლების ექსპერტი ამ სიტყვას უკვე ხმარობს და ნელ-ნელა შემოდის. რაც შეეხება პროექტები, რომლებიც გავაკეთე, ეს არის იგივე კომპლექსური დავალება, რომლებიც ახლა ერთი ამბავია ატეხილი, ხო? კომპლექსური დავალება არის რაღაც შემოქმედებითი სწავლისთვის გადადგმული ნაბიჯი და აი როდესაც თუნდაც აი მშვიდობის კვირეული გავაკეთეთ, ბავშვებმა რა ისწავლეს კანონები ისწავლეს თუ რა კანონებით ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციაში რა არის დაწერილი რელიგიური შუღლის კონფლიქტების მოგვარების სხვადასხვა ხერხები ისწავლეს აი უამრავი მასალა ისწავლეს და უამრავი მრავალფეროვან მეთოდებთან და მრავალფეროვან ლიტერატურასთან უწევდათ ურთიერთობა და ეს პროექტები არის ყოველთვის კომპლექსური დავალება და ძალიან საინტერესოა მისი დაგეგმვა, მისი განხორციელება, მაგრამ არასოდეს არ გააკეთოთ ისე რომ პროექტის მთავარი ღერძი იყოთ თქვენ, არა, აუცილებლად შემოიკრიბეთ თქვენი გუნდის წევრები, თქვენი კოლეგები და როლები გადაინაწილეთ, ან თუნდაც თქვენი მოსწავლეებიც იყოს, აი ეხლა ამჯერად ჩემი მოსწავლეები ისეთ კაი მაგარ პროექტებს აკეთებენ, ცოტა არ იყოს შემშურდა, მაგრამ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აღარ სჭირდებათ ჩემ მოსწავლეებს პროექტების მიზნების, ამოცანების, აქტიობების გაწერაზე დახმარება, იმიტომ ჩემზე უფრო მაგარი ინოვაციური პროექტები მოიფიქრეს და ამაზე კარგი რა არის. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძალიან დიდი მადლობა ჩართულობისთვის და ონლაინ გაკვეთილებზე ბოლოს ან დასაწყისში შეიძლება რაღაც ონლაინ თამაშებები შევთავაზოთ. ბავშვებს მე მინდა გითხრათ, რომ მე მყავდა ბებია, რომელიც რაღაც ხელების თამაშებს მასწავლიდა და ეს თამაშები გადავაკეთე, ახლა როდესაც ონლაინ სწავლება გამოვიდა და დავიწყეთ ონლაინ თამაშები და მინდა ეხლა ყველამ აი ასე გავაკეთოთ ხელები და ძალიან ნელა დავიწყოთ აი ასეთი მივარტყამთ მერე ხელის გულზე, მერე ისევ მივარტყამთ მერე ხელის გულზე, მერე მივარტყამთ ხელის გულზე და დავითვლით 1 2 1 2 1 2 1 2 1-2-1-2-1-2-1-2 და ეს ძალიან სწრაფად კეთდება და ძალიან სიხარულს იწვევს ბავშვებში. თანაც ხელის მოტორიკა უმუშავდებათ მოსწავლეებს, იმიტომ კომპიუტერთან უწევთ დავალებების შესრულება. არის კიდევ აი ასეთი თამაში. 1 ჯიღი და მერე 1 2 1 2 1 2 1 2 1 2 1 2 1 2 1 2 1 2 აი ქალბატონი მანანა ჩანს და ძალიან საყვარელი ხარ ქალბატონი მანანა ეშლებათ მაგრამ არაუშავს ძალიან დიდი მადლობა და ხო თავისთავად ადრე მეც მეშლებოდა მაგრამ აი ხალხ ძალიან სწრაფად შემიძლია გავაკეთო მათ შორის აი ესეთი თამაშებები და ძალიან ამხიარულებ ჩვენ მოსწავლეებს და ძალიან სასიამოვნოა მათთვის. ერთხელ მოგიწვევთ ჩვენს გაკვეთილზე ბატონ ლადო, თუ შეიძლება. ონლაინ გაკვეთილზე რომ მოგიწვიოთ ჩვენთან. სიამოვნებით, დიდი სიამოვნებით. დიდად მადლობელი დარჩებით. ბევრი თამაშები არის, მაგალითად ძალიან სწრაფად უნდა გააკეთებინო ყური თვალი, ყური ცხვირი, ყური თვალი, ყური ცხვირი და აი ამ მუსიკაზე ყვებიან ბავშვები და თავის ყველან სხეულს ეხებიან და ძალიან საინტერესო აქტივობებია. თქვენაც შეგიძლიათ ეს ყველაფერი გაუზიაროთ თქვენ მოსწავლეებს და გავხადოთ გაკვეთილები ძალიან მხიარული და რატომღაც ვფიქრობ რომ აი ძველად რომ იყოს სწავლის ძირი მწარი არის კენწეროში გატკბილდების ცოტა არ იყოს ამ საუკუნისთვის და ამ დროისთვის აღარ არის
იმიტომ რომ მოსწავლეებს ჭირდება ტკბილი დასაწყისი და ტკბილი ბოლოც ექნება რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მოსწავლეს თუ ძალიან წარეთ სკოლაში ძალიან დიდ უხერხულობას არა ისეთ გარემოს უფნით რომ მისთვის უსაფრთხო გარემო არ არის შექმნილი, მაშინ ის სწავლას ვეღარ ახერხებს და ამიტომაცაა საჭირო რომ ჩვენ მოსწავლეებს გაუღიმოთ, ვაღიაროთ, მოტივაცია აუმაღლოთ და ისინი აუცილებლად დაიწყებენ სწავლას. მე არ დამინახია მოსწავლე, რომელიმე მასწავლებლის, ასე ვთქვათ, შეძახებამ ისწავლე ბიჭო გაკვეთილი, ისწავლე, რატომ არ სწავლობ? ამ სიტყვებით რაიმე ესწავლა. აუცილებელია რომ ჩვენ მოსწავლეებს ეს სიტყვები კი არა, მოტივაცია აუმაღლოთ, მოტივაცია მივცეთ, რომ მას ეს შეუძლია, თუ ამას გააკეთებს, აი ამას მიაღწევს და ამით ძალიან დიდი მოტივაცია გაუჩნდება იმისა, რომ გახდეს ნასწავლი, ისწავლოს სხვადასხვა საგნები და შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს და შემდეგ გამოადგეს თავის ქვეყანას. 1 საათზე მეტია, რაც ერთად ვართ. ძალიან სამწუხაროა რომ უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ 15 წუთში ახალი ვებინარი მეწყება და ახალი ენერგიით უნდა მოვიკრიბოთ. ძალიან დიდი მადლობა დასწრებისთვის და კარგად გრძანდებოდეთ.